მერჩხაიძის ავტორო ნაწარმოები აღსარება ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო პროზაული ნაწარმოები ჟიურიმ 200 ნაშრომს შორის გამოავლინა. საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემის საშუალება დღეს მკითხველსაც მიეცა. კონკურსი 100 სიტყვა ბათუმში წელს მეოთხე ჩატარდა, ხვალ 3 წლის საუკეთესო ლექსი გამოვლინდება. მფლობელი გახდათ მერჩხაიძე. მერჩხაიძის ავტორო ნაწარმოებს სახელწოდებით აღსარება ჟიურიმ უპირატესობა 200 პროზაულ ნაშრომს შორის მიანიჭა. გაუბედავი, ასე ვთქვათ, განწყობით გამოგზავნე და ღვთისმწყალობით ეს მოხდა და მართლა გაოცებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ნაწარმოებები იყო, მე რა დავიკითხე. ეს სხვა შორის ერთი საერთოდ იმ 11-ში ვერ გავიდა და გული დამწყდა. ხოა დაბაგარმა. იოანე თაბაგარის ავტორო ნაშრომით ივანე და მარიამ ბაჯელიძე ნოველით „საყურას ყვავილობა“. ეს პროზაული ნაწარმოებების საუკეთესო ნაშრომთა სამეულში შევიდნენ. დედამიწრა რომ გონიაო რომ პროზაში ორივე მქონდა გამოგზავნილი და ლექსებსაც. გონიაო რომ პროზაში გაიმარჯვებო და რაღაცა რო გამართა და ეს ყველაზე ემოციური მომენტი ეს იყო და რა ვიცი, ძალიან კარგი კონკურსი არის. 100 სიტყვის კონკურსზე სხვადასხვა საავტორო ნამუშევრების მიღება სპეციალური საიტის საშუალებით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე 6 წევრიანმა ჟიურიმ 200-დან 45 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. 3 საუკეთესო პროზა კი სწორედ მათგან შეირჩა. სპეციალურ სტენდებზე გამოფენილი პროზაული ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემის საშუალება მკითხველებსაც მიეცათ. მაყურებლის სიმპათია ბათუმელი მწერალი ვიკა ცნობილაძე გახდა. ისაც ბათუმში დღეს ხდება, ვფიქრობ, ნამდვილი ლიტერატურის ზეიმია და ადამიანების ურთიერთობის ზეიმი. ჩვენი საქართველოსთან ნამდვილი ცნობილი და უცნობი პოეტი და მწერალი ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. ძალიან ბევრი მასპინძელი დახვდა ქალაქში, ვინც მოახერხა მოსვლა. წელიწადში უკვე ორჯერ ტარდება ეს კონკურსი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი კუთხისთვის, არამედ საერთოდ მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ იკრიბება ამ კონკურსზე მთელი საქართველოს იკრიბებიან მთელი საქართველოს პოეტები და მწერლები და აქ ხდება ამ საზოგადოების, ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთთან დაახლოება. ორდღიანი კონკურსის პირველი დღე პროზას დაეთმო, ხოლო კონკურსზე წლის 3 საუკეთესო ლექსი გამოვლინდება.